მაგია, ეს ხომ შესაძლებლობაა შექმნა რაღაც ახალი, იმოგზაურო იქ, სადაც ერთეულებს შეუძლიათ. ეს არის უნარი, ძალა, დაინახო სამყარო სულ სხვანაირად და შექმნა ილუზია, ფრენის, გაუჩინარების, დროში მოგზაურობის. ილუზიონისტი უნდა იყოს კარგი კომუნიკატორი, მახვილი კონებისა და ხარტი უნარების ავტორი, რათა სანახაობა უფრო შთამბეჭდავი გახადოს. მოკლედ სანდრო ნახე, წამოღებული მაქვს წყლით სავსე აკვარიუმი როგორც ხედავ, ხო? ეს გახსენი, მედი ნახე შეამოწმე რო აქ არაფერი არ არის საერთოდ. კარგად შეამოწმე, კარგად. ცარიელია. ეხლა ნახე, ამას გადავაფარებ. აი ეს. კიდე კარგად შეამოწმე რო აქ არაფერი არ არის. არ არის. ეხლა ნახეთ. აქ რას ხედავ? თევზი. ესეც შეამოწმე რომ აქ ნამდვილად დახატული თევზია და რამე სხვა ისეთი არ იშლება, ხე? ეს თევზი, ესე და თავადოთ თავზე. მინდა გაგახსენოთ ბათუმელი ილუზიონისტი დავით ონიაშვილი, იგივე დავით რენე. გამარჯობთ. აი იმის. წამობრუნდით. ყველას გვაინტერესებს როგორ ხდება ესა თუ ის ჯადოსნურმა, მაგრამ ჯერ თქვენზე მოგვიყევით. კი, ნამდვილად საინტერესო კითხვა. ნახეთ ეხლა რა ხდება. ეს არის ილუზია. ბევრს გონია რომ ეს არის ტყუილი, კი ბატონო, მაგრამ ნახეთ რა ხდება. თვალი რასაც ხედავს, გონებაც იმას აღიქვამს. და ზუსტად იმას ვაჩვენებთ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ დაინახოს. თუმცა ეს არის ილუზია, ვქმნით ილუზიას, რომელიც ჩვენ ვაჯირებთ ადამიანს, მაგრამ ეს ტყუილი არ არის, ეს არის უბრალოდ გაოცება. მოგვიყევით, როგორ და რა გარემოებებში აღმოაჩინეთ საკუთარი უნარები. სანდრო, ზუსტად შენი ასაკის ვიყავი, რომ დავინტერესდი ამ ჯადოსნური, ანუ ილუზიონისტობით. ჩვენთან უბანში დადიოდა ერთი ილუზიონისტი, რომელიც ხშირად გვიკეთებდა ფოკუსებს. ყველას გეცოდინებათ, დავით მეგრელიძე, ვინც აკეთებდა ესეც მსგავს რაღაცეებს რა. რომ დადიოდა ჩვენთან, სულ გვიკეთებდა ბავშვებს ელემენტარულ რაღაცეებს. გვასწავლა ერთი ფოკუსი ბავშვებს და აი ამ ფოკუსებით უკვე დავამატე, მე თვითონ განვითარდი უკვე და ერთი ნომერს, მეორე ნომერი დავამატე და რომ მივხვდი რომ უკვე გამომდიოდა ეს ნომერი კარგად, აი ამით უკვე დავინტერესდი ამ ყველაფრით და დღემდე მოვდივარ აი ამ ილუზიონისტი ნომრებით. აი აქ, მაგ ესეთი რაღაც დახატული, ხე? თევზი. რომელიც არ იშლება. ეს თევზი ავიღოთ და დავადოთ თავს. ეხლა ხელი გააკეთეს, აი ამ თევზს ავიღებ. ხედავ თევზს? არა. როგორ ვერ ხედავ? ვერ ხედავ? კარგი. მოუჭერე ხელი? აი ეგრე. არა თევზს. ეხლა ჩასვი ისევ აქ. ჩვენი თევზი ჩასვი. და ნახე ახლა. 1 2 3 ეს ხედიქინი. ეს და ეს არის ოქროს თევზი. ჩაიფიქრე სურვილები და აუცილებლად აგიხდება. ყველაზე მეტად რა გაბედნიერებთ თქვენს პროფესიაში? ანუ ყველაზე მეტი ბედნიერება არის ის, რომ შოუზე გამოდიხარ და ყველაზე ანუ ბავშვების გაოცებულ სახეს რო ხედავ. თვითონ ისინი რო არიან ბედნიერები, აი ეგ მომენტი არის ყველაზე სასიამოვნო რაღაც. რას ურჩევდით დამწყებ ილუზიონისტებს? მე ურჩევდი, რომ უბრალოდ ბევრი ვარჯიში, ეგ არ არის ეს უბრალოდ მარტივად გასაკეთებელი რაღაც. აი მე რაც გავაკეთე, ხო დაინახე რომ წამიერად კეთდება ყველაფერი, მაგრამ ამას რამოდენიმე წამიერ ნომერს ჭირდება რამოდენიმე თვე, ამაზე რო ვივარჯიშო. ამიტომ ნებისყოფა მთავარია, თუ ერთი ნომერი არ გამოვა, ამაზე ფარხმალი არ დაყაროთ, მთავარია ბოლომდე ბრძოლა და აუცილებლად ბავშვი რომელიც დამწყები რომელიც მონდომებულია, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამოვა. მთავარია მონდომება. რომ არა ილუზიონისტი, ვინ იქნებოდით? რომ არა ილუზიონისტი, ვიქნებოდი პედაგოგი და ეხლაც პედაგოგი ვარ, სპორტის პედაგოგი ვარ, რომელიც ბათუმის რამდენიმე სკოლაში მუშაობ, ისევ ბავშვებთან ერთად. ძალიან მაგარია. ეხლა კი გვაჩვენეთ თქვენი შესაძლებლობები. კი ბატონო, არ არის პრობლემა. აი ეს. ეხლა დააკვირდი კარგად რა მოხდება. ცეცხლი
ახურავს თავზე. 1 2 3 ხედა ხო ჩოლებური მაგიდა ეს კენხილი ეს გაგერისტად იქი ნახე ახლა ოდნავ აი აქ ხელს დაგადე და ოდნავ იგრძნო სიმხურვალეს ნებისმიერ ხელს როგორც კი სიმხურვალეს იგრძნო ეგრევე მითხარი კარგი დავიწყოთ ხარ 1 2 3 ხე აქეთ თუ აქეთ არა აქეთ უფრო ხო კაი всё ნახე ეს სიმხურვალეს გადმოვიტანოთ ესე დავაბალანსოთ და უცებ ნახე მოკიდე ამას ახლა სათავართ ხა კარგად დააკვირდი მაგის ეს კარგად შევამოწმოთ რა არაფერი არ არის და ნახე ჩემთან ერთად 1 2 3 ახლა მაგიტა სადაიმართა ოჩახ როგორ ხენი ბიჭო რა შვები რა სუშვები ჰა ნახე კარგად შეხედი ქვივითაც შეხედი კარგად ესე აუ აი თუ მოგეწონა ჩვენი მაგია აუცილებლად გამოიწერეთ დავით რენეს არხი მადლობა ინტერვიუსათვის არც რიქის ასიამოვიყო თქვენთან ინტერვიუ ეხლა გაჩვენეთ ერთ ნომერს ვიცი რომ ძალიან მაგრა გაინტერესებს და თუ მოგეწონა გასწავლიგინ ამ ნომერს მოგ შეამოწმე ეს ჩოლებრივი ნაჭერი ბატონო ეხლა ხილით შეამოწმე რა არ აი გაქრა